ყველა საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. მამარდამ ბელინგემს აუღო, ლივერპულმა მადრიდის რეალი ემფილდზე დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში ლივერპულმა მადრიდის რეალს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონდა, განსხვავებით მისი ვიზავისგან. ტიბო კურტუამ სამეფო კლუბის სამარცხვინო მარცხს გადაარჩინა. ბლანკოსი მისი წყალობით მხოლოდ 1-0 დამარცხდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 0-0 იყო პირველი ტაიმის მიწურულს, მამარდაშვილმა ბელინგემს საკმაოდ სახიფათო დარტყმა აუღო და საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. ასევე აღსანიშნავია, რომ იმავე შეტევაში არდა გიულერის შორეული დარტყმაც აიღო, თუმცა ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მატჩში ერთადერთი გოლი 61 წუთზე ალექსის მაკალისტერმა გაიტანა, რომელმაც ახლო მანძილიდან ტიბო კურტუას არანაირი შანსი არ დაუტოვა. ცნობისთვის ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდს 9 ქულა აქვს და მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ. შემდეგ ტურში ლივერპული PSV-ს უმასპინძლებს, ხოლო რეალი ოლიმპიაკოს ესტუმრება. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მეკარემ კომენტარი გააკეთა. რთული მატჩი იყო. შესანიშნავად ვითამაშეთ და გამარჯვებით სიამოვნებას ვიღებთ. პირველ ნახევარში ერთხელ ჩავერთე თამაში. სხვა მხრივ ბევრი საქმე არ მქონია. კურტუამ დიდებულად ითამაშა და არაერთი ბურთი აიღო. რთული პერიოდი ყველა გუნდს აქვს. ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ და დავძლიეთ. ასეთ დროს მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მუდამ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს რეალის წინააღმდეგ გავაკეთეთ. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად პირველად შეინახა. მატჩის შემდეგ ინგლისურმა პრესამ მისი თამაში შეაფასა. გამოცემა This is Anfield. სწრაფი სტარტის შემდეგ ტიბო კურტუას უფრო მეტჯერ მოუწია თამაში ჩართვა, თუმცა ეს რას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილს საქმე არ ჰქონია. პირველი ტაიმის ბოლოს ქართველმა მეკარემ ორი ბურთი მოიგერია და ბელინგემისა და გიულერის დარტყმები აიღო. ნაკლებად დატვირთული მეორე ტაიმის მიუხედავად ეს გამარჯვება არასდროს დაავიწყდება. გამოცემა გოლი კიდე იდგა და პირველ ნახევარში ბელინგემის წინააღმდეგ კარგი სეივი მიითვალა. ველოდებოდით, რომ უფრო მეტი საქმე ექნებოდა. ლივერპულ ეკო. უსაქმოდ იყო, სანამ ჯუდ ბელინგემის დარტყმა ფეხით არ მოიგერია. მეორე ტაიმში კარგ თამაშს უყურა. გამოცემა ექსპრესი კი წერს. მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში მაყურებლის როლი ჰქონდა. თუმცა ყურადღებით იყო, როდესაც რეალმა სახიფათო მომენტები შექმნა. ლივერპულის დაცვის კარგი თამაშის წყალობით ბევრი საქმე არ ჰქონია. წარმატებები გიორგის და იმედია დაიმკვიდრებს პირველ ნომერს ლივერპულში. ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა. PSG-ს პირველი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე კვარა ბაიერნთან აქტიური იყო. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში PSG შინ ბაიერნთან 1-2 დამარცხდა. მეოთხე წუთზე კოლომბიელმა მარცხენა გარემარბმა ლუის დიასმა ბაიერნი დააწინაურა. 25 წუთზე ლუის ენრიკემ იძულებითი ცვლილება განახორციელა. უსმან დემბელე გაიყვანა და თამაში კანგინ ლი ჩართო. PSG-ს კაპიტანს მარკინიოს ცუდი მატჩი ჰქონდა. 32 წუთზე ლუის დიასმა მარკინიოს ბურთი აართვა და დუბლი შეასრულა. პირველ ტაიმში ხვიჩას წინააღმდეგ ბაიერნის მცველებმა უხეშად ითამაშეს. ექიმების დახმარების შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა თამაში გააგრძელა. პირველი ტაიმის მეშვიდე დამატებულ წუთზე მსაჯმა ლუის დიასი გააძევა. მიუნხენელთა შემტევმა ჰაკიმის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. ეპიზოდი გადამოწმდა და ვენსას კომპანიის გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა. მეორე ტაიმში PSG დიდ უპირატესობას ფლობდა. კვარაცხელია გააქტიურდა და ბაიერნის მცველებისთვის გაცილებით სახიფათო გახდა. ცვლილებაზე გამოსულმა ნევეშმა 74 წუთზე ანგარიში შეამცირა. ბურთის ფლობის დიდი უპირატესობის მიუხედავად, PSG-მ 10 კაციან ბაიერნს მხოლოდ 1 გოლი გაუტანა. შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონის წინააღმდეგ ძალიან უხეშად თამაშობენ გუნდები. ვშიშობ, რომ კვარაცხელიამაც არ მიიღოს რაიმე სახის ტრავმა, რადგან ის თუ როგორ მოექცნენ ჰაკიმის და თუნდაც თავად კვარაცხელიას, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალით ხდება. PSG ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, 4-დან 3 მატჩი მოიგო, 14 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს სტუმრად ტოტენჰემთან გამართავს. ბაიერნმა და არსენალმა 4-დან 4 მატჩი მოიგეს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 2 გოლი შეაგდო ატლანტასთან და ლევერკუზენთან და ასევე 1 საგოლე პასიც შეასრულა ლევერკუზენთან. წაგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაიერნი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც მეტოქეს დაშვებულ შეცდომებს არ პატიობს. ნახოთ რა სიძახის ხვიჩა კვარაცხელია. რთული მატჩი იყო, ძალიან ცუდად დავიწყეთ. შეცდომები დავუშვით და 2 გოლი გაგვიტანეს. უნდა გავაანალიზოთ ეს მატჩი და მომდევნო შეხვედრები უკეთ ჩავატაროთ. მანუელ
ნოერი ფეხბურთის ლეგენდა. მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული გრძნობაა. არის თუ არა ბაიერნი ამჟამად ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდი? ამის თქმა რთულია. ევროპაში არაერთი ძლიერი გუნდია და ბაიერნიც მათ შორისაა, რაც ძალიან კარგად ვიცოდით. ისინი რიცხობრივ უმცირესობაშიც თავს ძალიან კარგად იცავდნენ. ქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ეგ საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა სეზონი გრძელია და წინ კიდევ ბევრი მატჩი გველოდება. დემბელეს და ჰაკიმის ტრავმები რთულია, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელებს კარგავ. ისინი გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. იმედია ორივე ძალიან მალე დაგვიბრუნდება. ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ, ამიტომ ძალების სწრაფად აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მცირედ კივილი გაწუხებს, ამას უნდა შეეგუო. ასეთია ფეხბურთი, სხვა არჩევანი არ გვაქვს. გავლენიანმა გამოცემა გიუმის სპორტმა მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. გამოცემის ჟურნალისტებმა რეიტინგის შედგენისას ისეთი კრიტერიუმები გამოიყენეს, როგორიცაა საერთაშორისო აღიარება და შედეგებზე გავლენის მოხდენის სტატისტიკა. პირველ ადგილზე რეიტინგში რეალის ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე მოხვდა. მეორეზე ბარსელონას ვუნდერკინდი ლამინ იამალია, ხოლო სამეულში ბაიერნის და ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინი მოხვდა. პირველ ათეულში ასევე არიან ერლინგ ჰალანდი, პედრი, უსმან დემბელე, ვიტინია, რობერტ ლევანდოვსკი, ჯუდ ბელინგემი და მოჰამედ სალაჰი. რაც შეეხება ხუჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ქართველი შემტევი 24 ადგილზეა, რაც წერს მასზე გამოცემა. თუ ევროპის ნებისმიერ მცველს კითხავთ, რომელი გარემარბის წინააღმდეგ თამაშის ეშინიათ, ყველაზე მეტად დიდი ალბათობით ძალიან ბევრი ხუჩა კვარაცხელიას დაასახელებს. ძალისა და სისწრაფის ერთობლიობა მას მარცხენა ფლანგზე მომაკვდინებელი იარაღად აქცევს. მართალია გოლებისა და ასისტების რაოდენობით ის ხვებს ჩამორჩება, მაგრამ მისი თამაში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. კვარაცხელია უმოწყალოა, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები, რაც ლუის ენრიკეს დიდი დამსახურებაა. ხვიჩა ბურთით დამაჯერებელი და პირდაპირია. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 12 გოლი და 9 ასისტი მიითვალა. ჰანსი ფლიკი აპირებს, რომ ბარსელონას მწვრთნელის პოსტი სეზონის ბოლოს დატოვოს. ამის შესახებ ABC უწყება. წყაროს ცნობით გერმანელი სპეციალისტი თავის სამწვრთნელო შტაბს სექტემბრიდან ეუბნება, რომ ძალიან დაიღალა და უკვე წასვლა სურს. ამასთან ფლიკი იმედგაცრუებულია იმით, რომ ბლაუგრანას ზოგიერთ ფეხბურთელს კონცენტრაცია და თავდადება აკლია. გარდა ამისა, მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას არასაკმარის მხარდაჭერას უწევს. შეგახსენებთ, რომ ფლიკის კონტრაქტი ბარსასთან 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი. ის გუნდს 2024 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 11 ტურის შემდეგ კატალონიელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ და რეალს 5 ქულით ჩამორჩებიან. და დღევანდელი ჩვენი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა, მეგობრებო. თუ შეამჩნიეთ, არც გამოწერა მითხოვია და არც მოწონება, დიდი სიამოვნებით გავაკეთე ეს ვიდეო. იმედია მოგეწონათ, მე კი გემშვიდობებით და აბა მომავალ შეხვედრამდე.